სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის აღთქმული სანაპირო პრემიერა გაიმართა, რომელმაც მაყურებელს კიდევ ერთხელ შეახსენა ოკუპაციით გამოწვეული ტკივილი, მონატრება და ადამიანური ტრაგედიები. სპექტაკლი ომსა და იძულებით გადაადგილებას არამხოლოდ ისტორიული მოვლენების, არამედ ადამიანების გატეხილი ბედისა და დაკარგული ურთიერთობების ჭრილში გვიჩვენებს. წარმოდგენა დაფუძნებულია ტენესი უილიამსის პიესის ტრამვაის სახელად სურვილი ადაპტაციაზე. თუმცა სცენაზე მოთხრობილი ისტორია განსაკუთრებით ახლობელი და მტკივნეულია ქართველი მაყურებლისთვის. სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრს მორიგი პრემიერა ჰქონდა აღთქმული სანაპირო, რომელმაც აბსოლუტურად გაამართლა ის მოლოდინები, რომელიც აღნიშნულ სპექტაკლთან დაკავშირებით არსებობდა. ამავდროულად მინდა გამოვყო, რომ დროის მცირე პერიოდში უკვე არის რიგით მეორე პრემიერა, რაც სოხუმის თეატრის გააქტიურებაზე მეტყველებს, რაც განსაკუთრებით გვახარებს. შესანიშნავი სპექტაკლი წარმოგვიდგენს ტენესი უილიამსის აღთქმული სანაპირო. ძიმე სპექტაკლია, მაგრამ სწორედ ამიტომ არის თეატრი, რომ დაგაფიქროს. სიღრმისეულად გაანალიზო რა ხდება შენ გარშემო. სად არის ტრაგედია, სად არის ადამიანური სითბო და ასე შემდეგ. თავარი გმირები დები, სოფი და ჰელენი პოლიტიკური რეალობის გამო ერთმანეთისგან დაშორებულ ადამიანებს განასახიერებენ, რომელთა ცხოვრებაში ოკუპაციამ ყველაფერი შეცვალა. სახლი, ურთიერთობები და მომავლის განცდაც კი. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და ტექსტის ადაპტაციის ავტორია ალექსანდრე ქანთარია, რეჟისორი ბექა ქავთარაძე, ტექნიკური რეჟისორი სვეტლანა გოგოხია, ხოლო სცენოგრაფი კი პაატა მძინარაშვილი. სცენაზე ემოციური და ძლიერი შესრულებით წარდგნენ მსახიობები ლილი ხურითი, ნანა ხურითი, როლანდ ოქროპირიძე, დავით ბერაძე, ქრისტინე ჩხიკვაძე და ბექა ქავთარაძე. შედგა მე მგონი წარმოდგენა ასოციაციებიც ალბათ დაიბადა ირიბად დროებით დაკარგულ ტერიტორიებზე, ამ ხალხის ბედზე, ვინც ეს გამოიარა, ოღონდ ეს იყო არა პირდაპირ, არამედ ასოცირებულად და რაც გვინდოდა. ჩემი გმირი, ჩემი პერსონაჟი იქ ამბობს ასეთ ფრაზას, სამშობლო იქ არის, საიდანაც მოვდივართ და არა იქ, სადაც გავჩერდით. გავჩერდით, ძალიან გვიყვარს ყველაფერი, მაგრამ ძირი, ფესვი, ის უჯრედის დონეზეა, სისხლშია გამჯდარი, ეს ტკივილია. ტკივილი არის მონატრების ტკივილი, ნოსტალგიის ტკივილი და თუ ადამიანს სამშობლოს განცდა აქვს, ის ვერ მოასვენებს, ვერ ასოდეს. ღონისძიებას საქართველოს კულტურის სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგელიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. აღთქმული სანაპირო მხოლოდ სპექტაკლი არ არის. ეს არის მეხსიერება, ტკივილი და იმ დაბრუნების რწმენა, რომელიც წლების მიუხედავად კვლავ ცოცხალია.